ჟურნალისტების გათავისუფლებას უკვე მოჰყვა პირველი კომენტარები საგარეო საქმეთა სამინისტროდან. ჩვენი კორესპონდენტი ქეთი ხიდიშვილი გვერდება სწორედ მისგან შევიტყობთ, რა განცხადებები გაკეთდა უკვე დღის ბოლოს. ქეთი, გისმენთ. გიხსნა TV3 ჟურნალისტების გათავისუფლების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძის განცხადებით 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა. მოლაპარაკებები ასევე ინფორმირებული იყო ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. დღეს ჩვენთან საუბარში მაია ფანჯიკიძე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას და მას უწოდა ალოგიკური. დღეს უკვე მაია ფანჯიკიძე მკაფიოდ აცხადებს, რომ ის რაც მოხდა იყო განპირობებული რუსის სამხედროების პროვოკაციით და მოუწოდა ყველას სიფრთხილისკენ. მაია ფანჯიკიძის განცხადებით, თუ ჟურნალისტებს მოუწევთ კონფლიქტის პირა სოფლებში სამუშაოდ ჩასვლა სასურველია, მათ მიიღონ უსაფრთხოების ზომები, მაგალითად აცნობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ან წინასწარ შეატყობინონ ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებს. კითხვაზე მომხდარი უკავშირდება თუ არა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას და მოახლოებულ ნატოს სამიტს. მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ ის TV3 ჟურნალისტების დაპატიმრებას არ უკავშირებს რაიმე კონკრეტულს, თუმცა ადასტურებს, რომ ვითარება რთულია. რაღაც მათი უფლებები დაერღვიათ ან ასე შემდეგ და ჟურნალისტები არ დაგაცნოთ. მე მინდა ყველას მადლობა უთხრა, ვინც იყო ჩართული ჟურნალისტების განთავისუფლების საქმეში, განსაკუთრებით საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელიც დაგვეხმარა იმაში, რომ ჟურნალისტების განთავისუფლება მომხდარიყო, როგორც შეგვიყვირნა 7-ის ნახევარზე ზუსტად ისე. ჩვენ ვიყავით მათთან მუდმივ სატელეფონო კონტაქტში და შესაბამისად ჩვენმა მცდელობებმა შედეგი გამოიღო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არის აბსოლუტურად ალოგიკური, რადგანაც სწორედ რუსი მესაზღვრეების ქმედებების გამო მოხდა ეს პროვოკაცია და არა იმიტომ, რომ ჩვენ იგი გამოვიწვიეთ. ჩვენ და რასაკვირველია ეს არანაირად არ იყო დაკავშირებული პრაღაში ბატონი აბაშიძის და კარასინის შეხვედრასთან. ეს იყო უბრალოდ დამთხევა, რომ TV3-ის გადამღები ჯგუფი გაემგზავრა ოკუპირებული ხაზის გასწვრივ მდებარე ტერიტორიაზე და ამიტომ ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ იმის გამო, რომ რუსეთში ამ ფაქტს ასეთი ინტერპრეტაცია მიეცა. ყველას მოუწოდებს სიფრთხილისკენ და უკეთესი იქნება თუ კი უფრო მომზადებულები გავემგზავრებით ამ რეგიონში, რადგანაც როგორც ხედავთ, უსაფრთხო არ არის. ეს არ არის სამწუხაროდ პირველი შემთხვევა, ძალიან ხშირად ხდება მოქალაქეების დაპატიმრება, გატაცება და ამიტომ სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები რასაკვირველია გასათვალისწინებელია. შეიძლება რომ ვთქვათ, დახმარება ვთხოვოთ ვინმეს, როდესაც მივდივართ, მაგალითად შეიძლება შინაგან საქმეთა სამინისტროს ეთხოვოს დახმარება, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იყოს გაფრთხილებული, რადგანაც ისინი პატრულირებენ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ისინი მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და შესაბამისად თუ კი მათ ეცოდინებათ და ვთქვათ რაღაცა მოხდება, მაშინვე შეეძლებათ რეაგირება. საერთოდ არის დაძაბული პერიოდი ახლა, მოგეხსენებათ უკრაინის მოვლენების გამო, მოგეხსენებათ იმის გამო, რაც დაგეგმილია საქართველოსთან მიმართებაში და ამიტომაც ვამბობ, რომ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს ახლა. ესე პირდაპირ მე ამას არაფერს არ ვუკავშირებ, რადგანაც ეს არ არის პირველი შემთხვევა, ყოფილა ადრეც და გასული 6 წლის განმავლობაში ხშირად. ამიტომ ესე ახლა მაინდა-მაინც გუშინდელ შემთხვევას ვერ დავაკავშირებ, ამისი სხვა მიზეზი არ მაქვს, რომ ასე ვიფიქრო, მაგრამ რასაკვირველია განსაკუთრებული ვითარება ირგვლივ და ამ ვითარებაში სიფრთხილე ყველას მართებს. TV3 ჟურნალისტების გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებები უკვე გააკეთეს საკანონმდებლო ორგანოში. საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ ეს არის შესაბამისი უწყებების კარგი მუშაობის შედეგი, თუმცა შენიშვნები აქვს ოპოზიციას. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ ეს განცხადებები. დაძაბული აქვს მსოფლიო. თავისთავად ის ფაქტი, რომ საქართველოში ოკუპანტი რეჟიმი რუსეთის ხელისუფლება იტაცებს ჟურნალისტებს, შემდგომში კი აკეთებენ განცხადებას, რომ ეს ქართული მხრიდან განხორციელებული პროვოკაცია იყო, ეს არის დადასტურება იმისა, რომ ხელისუფლების მიერ ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელებული პოლიტიკა, დაყვავების პოლიტიკა, კოჭის გაგორების პოლიტიკა რუსეთის ხელისუფლებისათვის არის მცდარი. ის რომ კარასინი ისევ ქართულ მხარეს აბრალებს ჟურნალისტების გატაცებას და რომ ეს ჩვენს დადგმულ სპექტაკლად მონათლა, ეს არის დაცინვა
და ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რა პოლიტიკასაც ჩვენ ხელისუფლება ატარებს. ესე იგი, ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრები კიდევ უფრო გაიზარდა, მათ უხლართება აქეთ გამოიტაცა, ყოველ დღე მოქალაქეებს იტაცებენ, ჟურნალისტები გაიტაცეს და ისიც ჩვენ აქეთ დაგვაბრალეს. და ჩვენ კიდე მადლობის რეჟიმში ვიმყოფებით. აი ეს არის რეალობა და ამას ხალხი ხედავს. ეფექტურად იმუშავა ქართული საზოგადოების კონსოლიდირებულმა აზრმა, ეფექტურად იმუშავა მათ შორის ცხინვალის საზოგადოების აზრმა, საერთაშორისო თანამეგობრობის აზრმა და რა თქმა უნდა კარაცინი აბაშიძის მოლაპარაკებამაც. ასე რომ ჯამში ამან გამოიღო შედეგი, მე ულოცავ ბელას და ყველას განთავისუფლებას, იმიტომ რომ ჩვენ თავისუფალი ქვეყანა უნდა ავაშენოთ და საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება არავის სიცხლის თავისუფლებას და ჯანმრთელობას არ უნდა უქმნიდეს. უნებრივია ქართველი ჟურნალისტები უნდა ყოფილიყვნენ გათავისუფლებული, ძალიან კარგად იმუშავა ორივე უწყებამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ევროკავშირის მისიამ და სწრაფი კომუნიკაცია მოხდა, რის შედეგადაც მოხდა ჟურნალისტების გათავისუფლება. TV3 ჟურნალისტების დაკავება იყო დღეს პოლიტიკოსებისა და ექსპერტების ბრიფინგის მთავარი თემა. კომენტარი გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმად რიჩარდ ნორმანდის განცხადებით, რუსეთს უკანონოდ აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები და ეს შექმნილი ხელოვნური ეგრეთ წოდებული საზღვრები ქმნის მნიშვნელოვან პრობლემებს. ჟურნალისტების დაკავებაც ერთ-ერთი ამისი თვალსაჩინო მაგალითია. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვუსმინოთ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კომენტარი. საქართველოს ოკუპაცია სერიოზულ პრობლემებს უქმნის ადამიანებს გადაადგილებაში. ჟურნალისტების დაკავების ფაქტი სწორედ ამის მაგალითია. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლება და ევროპის სადამკვირვებლო მისია უზრუნველყოფს TV3-ის გადამღები ჯგუფის გათავისუფლებას. და კიდევ ერთი სიახლე ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ TV3-ის გათავისუფლებულ ჟურნალისტებს პირადად შეხვდება საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე პირადად მათგან მოისმენს ინფორმაციას. ეს ქეთი ხიდიშელი იყო, მადლობა ქეთი.